არ მახსოვს რომელი წელია 2009 შესაძლოა 10 შესაძლოა 11 12 უკვე ნახდად არა აი 9 10-ან 11 უფრო 10 მოდი ასე ვთქვათ და მე მორიგჯერზე მოვხდი რიგაში რიგის საერთაშორისო კონფერენციაზე სექტემბრის თვეა ნახდად მახსოვს იმიტომ რომ სექტემბრი როგორც წესი სექტემბერში იმართებოდა და ახლაც თუ არ ვცდები სექტემბერ-ოქტომბერში იმართება რიგის საერთაშორისო კონფერენცია. ამ რიგის საერთაშორისო კონფერენციაზე ჩემი მონაწილეობა დასწრება უზრუნველყო, უფრო სწორი რომ იყო გაჩარხა ერთმა კარგმა კაცმა, თენგო ფხალაძემ, თენგის ფხალაძემ, ბევრი თქვენგანი იცნობს, თენგო ფხალაძემ სთხოვა იქაურ ერთ-ერთ ორგანიზაციას თუ არ ვცდები ლატოს და თენგო ფხალაძის დახმარებით ასევე კოკიო ნათამიშვილის დახმარებით და ასევე ელინა ლანგეს დახმარებით მე მოვხდი რიგის საერთაშორისო კონფერენციაზე ელინა არ ვიცი ისიც თუ არა მაგრამ აქ იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირი საქართველოში მუშაობდა ნატოს თემატიკაზე და ჩვენი აქტიური ლობისტი იყო იმისა რომ საქართველო გაწევრიანდეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში იმ ხანადაც ელინა მუშაობდა საქართველოში და არ მახსოვს ერთად ვიმგზავრეთ თუ არა მაგრამ ერთად კი ვიყავით მოკლედ თენგო კოკი ელინა სხვები და სხვები არიან რაღაც ისინი ვინც უზრუნველყო ჩემი იქ ყოფნა ქართული დელეგაცია იყო დიდი საკმაოდ და დღეს რომ ოპოზიციაში არიან არასამთავრობო სექტორიდან აკრიტიკებენ ამ არსებულ რეჟიმს უმრავლესობა იყო ამგვარი მოქალაქეებით დაკომპლექტებული ეს ჯგუფი ხო ჯგუფის უმრავლესობა თუმცა ისინიც იყვნენ კარგმარს არ დავასახელებ აი დღეს რო იმედზე გამოდიან და რაღაცებს ვლაპარაკობენ იმ კონფერენციაზე სასაცილო ხალხია ცოტა ანუ ხელისუფლების ხევადელი რეჟიმის მომხრეები მოკლედ ესეთი არეული ჯგუფია მეთქი მაინც ასე ვიტყვი მათ შორის ჩვენთან ერთად იყო გამორჩეული მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა ბატონი ალექსანდრე რონდელი რომელთანაც მე მეგობრობდი ჩემზე მეტად და ჩემზე უკეთ და ჩემზე ხარისხიერად მეგობრობდი გასაკვირველია სხვები კაცი რომელსაც უზარმაზარი წვლილი აქვს შეტანილი ქართული დიპლომატიის განვითარებაში საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში ჩვენთვის და მოკლედ მაგარი კაცი იყო ალექსანდრე რონდელი აღარ არის ცოცხალი მე უდასტურებ მის ოჯახს პატივისცემას და ყველას უდასტურებ პატივისცემას ვინც იყო ალექსანდრე რონდელის მოწაფე და ყველას უსამძიმრებ იმის გამო რომ ბატონი ალექსანდრე აღარ არის ცოცხალი უსამძიმრებ აი ეხლაც კი წლების შემდეგ მისი გარდაცვალებით და მე ერთხელ ხო ამ რიგის კონფერენციაზე რომ წავედით ყველანი ერთად ხო დავეცადეთ ამ კონფერენციაზე და ყველაზე უფრო საინტერესო ამბები ხდება ხოლმე კულისებში და მე ავეტუზე ბატონ ალექსანდრეს და ბატონ ალექსანდრემ უკლებლივ ყველაფერი ხო კარგად იცოდა მათ შორის ურთიერთობის ძალიან ესეთი ფაქიზი დეტალები იცოდა ძალიან კარგად და ნაბიჯნახევრით უკან დადგა და მე კიდე შესაძლოა 5 ნაბიჯით უკანა ვარ ერთ კაცთან რომელსაც თავის მხრივ ეს წარბები როგორც ასეთი აი მე ხო ხშირი წარბი მაქვს ხო საკმაოდ ხშირი მაქვს მაგრამ ხანდახან მოიწესრიგებ ხოლმე ადამიანი ხო სალონში თუ სახლში და ამ კაცს მოწესრიგებული არასოდეს არ ქონია წარბები ერთი წარბის ღერი უხეშად ლაპარაკობ ქონდა აი აქამდე ნუ ცხადია ვუტრირებ მაგრამ მაინც რაღაც აი მოკლედ ძალიან დიდი აი დასამახსოვრებლად დიდი წარბები კანმორჩილი კაცი იყო დასამახსოვრებლად დიდი წარბები ჰქონდა ნაბიჯნახევრით უკან დგომ ალექსანდრე რონდელმა გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კაცი ვიღაც ელაპარაკებოდა კულისებში და გარკვეული პერიოდის შემდეგ დრო იხელთა და არ მინდა ვთქვა რომ 20 წამით მეთქი მაგრამ არა უმეტეს 5 წუთისა მიუახლოვდა არა უმეტეს 5 წუთისა ესაუბრა ამ კაცს მეც იქვე ვარ უკვე მე ნაბიჯნახევრით დაშორებული ამ ორი პატივცემული პირისაგან უკვე გამოსულზე მეც რაღაც 2011-ში გამოვცდელი ვიყავი თუ 10-ში ხო მე ვკითხე უკვე რომ კი მაგრამ მეთქი ეს კაცი ვინ არის მეთქი როგორ ეს არიციო მეკითხება ალექსანდრე რონდელი ეს არის იაშარ იაკიშიო უკვე ყოფილი ახლა გეტყვით რომელ წელს გადადგა პრინციპში ხო გადადგა 2003-ში და 2002-დან 2003-მდე იყო ცოტა ხანი ძალიან პრინციპში 2002-ში ესე იგი ხო 2002-დან 2003-მდე 4-5-6 თვე იყო მინისტრი არა უმეტეს მაგრამ გამოცდილესი დიპლომატია და თავის მხრივ როგორც ამბობენ და ესეც არის ის არის ერთგვარი პედაგოგი მასწავლებელი
ესე იგი ახმედ დავით ოღლუსი, რომელზეც ამბობენ რომ ის ქართველია და ასე შემდეგ, რომელიც ასევე ძალიან დიდი დიპლომატია და თავის მხრივ ხო ის ჩივაშოღლუს პედაგოგია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველანი უკლებლივ ყველანი არიან ერდოღანის ჯგუფის, ერდოღანის გუნდის წევრები. ამ კონფერენციაზე უკვე შემდგომ აი დამთავრდა ეს ყავს შესვენება, ხო? გამოვიდა ეს კაცი. გამოვიდა და წარმოთქვა სიტყვა, აუცილებლად უსმენდი. წარმოთქვა სიტყვა, რომელიც დამამახსოვრდა დღემდე, აი რამდენი ხანია 14 წელი, ალბათ 15 წელი გასული, ხო? პირველ ყოველში მაშინ გავიგე დიდი ოტომანური იმპერიის აღდგენის თაობაზე გზავნილები, მესიჯები, წინადადებები ესოდენ მნიშვნელოვანი პირისაგან. უკვე შემდგომაც ამდენად მახსოვს ბატონ ალექსანდრესთან მქონდა გადაძახილი კონსულტაცია ამის თაობაზე და მან მითხრა რომ დიახო თურქები ასეც ცდილობენ რომ აღადგინონ ეს ძალიან დიდი სარტყელი დაწყებული დღევანდელი თურქეთიდან დამთავრებული ცენტრალური აზიის სახელმწიფოებამდე ასე შემდეგ. ეს ყველაფერი არ გამახსენდებოდა რომ არა ჩემთვის პრინციპში მოულოდნელი ამბავი არც თუ მოსალოდნელი მთლად ზუსტი რო ვიყო ეს არის ჩემო კარგებო როგორც იქნა ამოიღო ხმა რეჯეპ ტაი ერდოღანმა ისრაელი ირანის კონფლიქტზე. ანუ ამდენი ხნის განმავლობაში ის პრინციპში მაინც გაჩუმებული იყო. პრინციპში მაინც არაფერს ამბობდა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ როგორც იქნა რეჯეპ ტაი ერდოღანმა როგორც ჩაგირთვება ხოლმე ამასობაში ვიდეო, რეჯეპ ტაი ერდოღანმა თქვა თავისი სიტყვა ამასთან დაკავშირებით და მე ჩავიკითხავ ამ სიტყვას, ბოდიში ჩავიკითხავ ამ სიტყვას, მის ძირითად აქცენტებზე კი გავამახვილებ ყურადღებას და გააგიკვირდება და ამიკვირდა, რომ ეს სიტყვა მიუხედავად იმისა, რომ კონცეპტუალური არსებითი დაპირისპირება არსებობს მაინც მუსლიმურ სამყაროში თურქეთს და ირანს შორის, მათ შორის იმიტომაც, ვინ არის პირველი სახელმწიფო, მთავარი სახელმწიფო მუსლიმურ სახელმწიფოებს შორის ახლო აღმოსავლეთში ერდოღანმა პრინციპში ერთის მხრივ მოსალოდნელი, მაგრამ მეორეს მხრივ მოულოდნელი, ან თუნდაც პირიქით ვიტყვი, განცხადება გააკეთა და მკვეთრი განცხადება გააკეთა მის აქცენტებზე გავამახვილებ ახლა ყურადღებას და რატომ არის ეს საინტერესო კითხვით. ერდოღანი, ნახეთ, ანტი-ისრაელური განცხადება. ისრაელი ვერ მიაღწევს თავის მიზნებს. 90 წლის წინ ჰიტლერმა დაიწყო მეორე მსოფლიო ომი, დღეს ნეთანიაჰუ იგივე გზას ადგას. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? თურქეთი არის სტრატეგიული პარტნიორი შეერთებული შტატებისა. შეერთებული შტატები ძალიან უჭერს მხარს ისრაელს და ამით ერდოღანმა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც გაუგზავნა სიგნალი იმის თაობაზე, რომ ისრაელის ესეთი ან ამგვარი მოძლიერება რეგიონში მისი, ანუ ანკარის ინტერესებში არ შედის. მოუწოდებ იმ ქვეყნებს, ეს უკვე პირდაპირი მოწოდებაა პრინციპში პირველ ყოვლისა შეერთებული შტატებისათვის, რომლებსაც აქვთ გავლენა ისრაელზე, ნუ მოусმენენ მის შხამს, ანუ ნეთანიაჰუს შხამს, გამოსავალი დიალოგით უნდა მოიძებნოს. კი, თითქოს ასეა, მაგრამ კვლავ მინდა გავიმეორო ის, რაც მეც თქვი და სხვებსაც აქვთ ნათქვამი, რომ დიალოგს მაშინ აქვს აზრი, თუ თეირანი უკან დაიხებს ბირთვული პროგრამისაგან, უარს იტყვის ბირთვულ პროგრამაზე ჯერჯერობით, დღევანდელი მდგომარეობით, ჩავხედოთ და 21 ივნისის მდგომარეობით, აიათოლების რეჟიმი ბირთვულ პროგრამაზე უარს სულაც არ ამბობს და ახლა რომ დაიწყოს მოლაპარაკებები, ეს მოლაპარაკებები იქნება გაჭიმული, ირანი მაქსიმალურად ეცდება, რომ დაარწმუნოს მთელი მსოფლიო, რომ არავითარ ბირთვულ ბომბზე არ მუშაობს და ამით მოიგებს დროს. ჩვენ აი აქ არის უსაინტერესო ეს განცხადება, რომელმაც მე გამახსენა ის ოდინდელი შეხვედრა 15 წლის წინანდელი ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრთან თურქეთისა. ჩვენი 2 მილიონი ძმა და და, რომლებიც უკვე 21 თვეა ღაზაში გადარჩენისათვის იბრძვიან, ბოდიშვიხლე სხვა განცხადებას კიდე წავიკითხავ. იმ პირობებში ცხოვრობენ, რომლებიც ნაცისტურ საოკუპაციო ბანაკებზე უარესია. დიახ, ეს არის მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენ ემოციურად ყველანი ვართ, ან ბევრი ვართ, სწორედაც რომ ისრაელისაკენ და ნეთანიაჰუს ხელისუფლებისაკენ ის რაც ჩაიდინა, რასაც ჩადიოდა ისრაელი განსაკუთრებით ღაზას სექტორში და არა ჰამასის წინააღმდეგ, ჰამასის წინააღმდეგ შეიძლება და ნამდვილად იმსახურებდა ჰამასიც და ჰეზბოლაც იმას, რასაც
გაუკეთა ისრაელმა ამ ორ შეერაღებულ დაჯგუფებას, მაგრამ რაც პრობლემა არის ის, რომ მან არ ღვია ადამიანის უფლებები, ღაზას სექტორში პალესტინელების უფლებები იგულისხმება და ერდოღანიც როგორც დიდოსტატი ამგვარ სწორ მომენტში სწორი განცხადებების გაკეთებისა ამბობს სრულ სიმართლეს ამ შემთხვევაში. ხო, ეხლა შემდეგი განცხადება ისრაელის თავდასხმებს ღაზაზე, ლიბანზე, იემენზე, სირიაზე და ბოლოს ირანზე მხოლოდ ბანდიტიზმის აქტებად შეიძლება ბანდიტიზმის აქტებად შეფასდესო. ცოტა გადაჭარბებულია ალბათ მაინც, მაგრამ ყველას თავისი ინტერესი აქვს და აი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი რაც ადასტურებს ერდოღანის მიდგომას იმასთან დაკავშირებით, რომ მუსლიმია და როცა მუსლიმს უტევს გარეშე მტერი შიიტები ვიქნებით თუ სუნიტები ვიქნებით, ჩვენ ვართ ერთიანი. სტამბული და თეირანი, ამბობს ერდოღანი, საერთო ბედისწერას იზიარებენ. აუცილებელია, რომ 2 მილიარდიანი ისლამური სამყარო ჩამოყალიბდეს, როგორც დამოუკიდებელი ძალაუფლების ცენტრი. დამოუკიდებელი ძალაუფლების ცენტრის ჩამოყალიბება სწორედ რელიგიურ ან კონფესიურ ნიადაგზე, რომლის სათავეში ერდოღანის წარმოდგენით უნდა იყოს დღევანდელი თურქეთი, ან უნდა აღდგეს ოტომანთა იმპერია ხო სივრცე, ხო ეს ძალიან სერიოზული პრობლემა იქნება 2 მილიარდზეა მართლა ლაპარაკი არც აჭარბებს საბოლოო ჯამში. ერდოღანი ეს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებსაც გულისხმობს და მოიცავს და ეს სარტყელი უნდა გაკეთდეს ცენტრალური აზიის სახელმწიფოებიდან მოიცვას უკლებლივ ყველა მუსლიმური სახელმწიფო ჩამოვიდეს ახლო აღმოსავლეთში და თურქეთის ჩათვლით და ახლო აღმოსავლეთის სხვა სახელმწიფოების მოცვით უნდა ჩამოყალიბდეს ეს ერთი იმპერია. ეს სერიოზული პრობლემა იქნება პირველი ასაკვირველია დასავლეთისთვის, ასევე ჩინეთისათვის. რომ ძალიან ძლავრი ძალა იქნება ამ შემთხვევაში რუსეთისათვის ხო თავისთავად, როგორც ისედაც არ აკლია პრობლემები, მათ შორის ჩინეთისაგან პირველ ყოვლისა დასავლეთისაგან შექმნილ პრობლემებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. და აი ამან გამახსენა მე განცხადება, რომელიც განცხადება კი არა, რა თქვა ის სიტყვა, რომელიც მე მოვისმინე ატონ ალექსანდრე რონდელთან ერთად ყოფმა რიგაში და ეს სიტყვა მოვისმინე მე იაშარ იაკიშისაგან, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრისაგან, რომელიც ამას ლაპარაკობდა, ამ კონცეფციის ერთ-ერთი ავტორი ან თანაავტორია, რომ ეს დიდი ოტომანური იმპერია დიდი ოსმანური იმპერია უნდა აღდგეს და ის უნდა იყოს მძლავრი მოთამაშე ჩვენ სინამდვილეში. განვაგრძოთ ვეღარ გავაგრძელებ გაბექცა ამ შობაში არა ვიპოვით. საბოლოო ჯამში საწავა ბატონი ერდოღანი, რომელმაც სხვათა შორის ძალიან დადებითი როლი შეიძლება ითამაშოს კავკასიის რეგიონს ალბათ არ უნდა ვამბობდეთ, კავკასიონის ქედმა გადმოღმა რეგიონის განვითარების პროცესში საქართველოს არ ნაკლებად იგულისხმება, პირველ ყოვლისა გულისხმობს სომხეთს, რომლის ლიდერიც ჩავიდა ანკარაში, სტამბულში და დოლმაბახშეს სასახლეში შეხვდა სწორედ ერდოღანს და უკვე აქტიური საუბრებია მიუხედავად ურთულესი რელიეფისა, აქტიური საუბრებია იმაზე, რომ სომხეთი ჩაერთვება იმ სატრანსპორტო დერეფანში და სატრანსპორტო პროექტებში, ენერგოპროექტებში მათ შორის, რომელმაც უნდა აკავშიროს აღმოსავლეთი დასავლეთს სომხეთის ამ შემთხვევაში და თურქეთის გავლით და საქართველოს უნდა მოტეხონ, იმიტომ რომ აქ ხო ზარქუას ტვინიანი ტიპები არიან და საერთოდ არაფერს ამბობენ. ისრაელის თავდასხმაზე ღაზაზე, ეს წავიკითხეთ, პირველ რიგში უნდა გადავჭრათ ჩვენი შიდა დაპირისპირებები. ეხლა აქ არის რასაკვირველია, იმიტომ რომ იცით თქვენ რომ თავად მუსლიმური სამყარო რასაკვირველი არ არის ერთიანი, რასაკვირველია. მე მესაც გეტყვით ეხლა რომ გავასწრო მოვლენებს და ვთქვა რომ ერდოღანი ამ ყველაფერს ვერ მოახერხებს. მაგრამ აქ საკითხად უშუალოდ ერდოღანის დროს ეს ვერ მოხერხდება, მაგრამ თავარი საკითხი არის ამგვარი დატოვებს თუ არა ის ამგვარ მემკვიდრეობას და ამგვარ ნარატივს მუსლიმურ სამყაროში, რომ აი ესეთი ძლავრი მუსლიმური ერთობა სახელმწიფო სივრცე უნდა ჩამოყალიბდეს. პირველ რიგში უნდა გადავჭრათ ჩვენი შიდა დაპირისპირებები, თუ ერთსულოვნად და ძლიერინებით არ მოვეკიდებით ჩვენს პრობლემებს, სხვების ინტერესებს მოვემსახურებით. ჩვენ არ გვეპარება ეჭირო ირანელი ხალხი თავისი გაჭირვების წინაშე გამოვლენილი სოლიდარობითა და ძლიერი სახელმწიფო ტრადიციით ამ რთულ დღეებსაც გადალახავს. აქ ძალიან საინტერესოა კიდევ ერთი კონტექსტი, რომელსაც უშუალოდ რეგიონში მთავარი სახელმწიფო ვინ იქნება,
ამ თემაზე მინდა გამამახვილო ყურადღება. აი ეს თემა ძალიან მნიშვნელოვანია. ისრაელმა როდესაც შეუტია ირანს, გარდა იმისა, რომ აჩერებს ბირთვულ პროგრამას, ამით აკეთებს თავარ განაცხადს იმის თაობაზე, რომ მე ვარ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო და ვერავინ ვერ დამედრება შემედარებაო. სხვებს შესაძლოა არც აქვთ ამბიცია, ან ვისაც აქვს ამბიცია, არც შედიან ამ დაპირისპირებაში. აი, თავარი ამბიციური სახელმწიფო გაგვირდება და არ არის ირანი, აღარ არის ირანი, შეგვიძლია ასე ვთქვათ, იყო შესაძლოა გარკვეული ერთი თვის წინ ვთქვათ, ან სამი თვის წინ, მაგრამ თავარი დაპირისპირებული სახელმწიფო და თავარი ამბიციური სახელმწიფო, ვისაც უნდა რეგიონის ლიდერობა, არის სასაკვირველია თურქეთი. ამ კუთხით ძალიან საინტერესოა ევროპელთა პოზიცია. ევროპელთა პოზიცია არა მხოლოდ ისრაელ-ირანის დაპირისპირებაზე, არამედ ევროპელთა პოზიცია თურქეთთან მიმართებაში. დღეს ხვალ ეს პოზიცია რასაკვირველი არ იქნება არ გახდება ცნობილი, მაგრამ არც თუ დიდი ხნის წინ ერდოღანი იხვეწებოდა ცოტა ზუსტავრის ნარი, მაგრამ მაინც მოკლედ ამბობდა იმას, რომ თურქეთის ინტეგრაცია ევროპულ სრულ სივრცეში გარდაულა აუცილებელია და ევროპამ ისევ და ისევ სამწუხაროდ ცოტა შორი დაიჭირა, ცოტა განდევნა, ცოტა მიღმა დააყენა თურქეთი ერდოღანის თურქეთი, ვინც ის ამგვარად მკვეთრად ანტიისრაელური სულაც არ იქნებოდა ერდოღანი, ევროპა იმ ხანადაც და წლების წინ განსაკუთრებით მერკელის პერიოდში უფრო აქტიური უნდა ყოფილიყო თურქეთთან მიმართებაში. მე მესმის, რომ ეს არის გარკვეულ სირთულებთან დაკავშირებული, მათ შორის იმიტომაც, რომ თურქეთის 90 მილიონიანი თურქეთის დეპუტატები უნდა გახდნენ ევროპარლამენტარების წევრები, ევროპარლამენტის წევრები თურქეთის ევროკავშირში შესვლის შემთხვევაში, თურქეთი ვერც აკმაყოფილებს, თქვა გულახდილებით თუ ვიქნებით იმ სტანდარტებს, რომელსაც უყენებს ევროპა, უკვე რა ხანია თურქეთს, თუმცა ყოფილა შემთხვევები, როცა თურქეთს ევროპას ერთგვარად მიუხუჭავს თვალი, სხვა თუ არაფერი ჩვენთან დაკავშირებით მიუხუჭა თვალი, როცა ჩვენ კანდიდატის სტატუსი მოგცა, ჩვენ არ ვიმსახურებდით. მე მესმის, რომ ევროკავშირის წევრობა სხვა ლეველია, სხვა სიფრთხეა, მესმის უამრავი სირთულე, მაგრამ ევროპა რომ როგორ გითხრათ ახლა, თლათ ადეკვატური ისიც არ არის მართალი თურქეთთან მიმართებაში, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში და უსაფრთხოების კონტექსტი ნაკლებად რომ იყო საინტერესო ევროპისათვის, ეს ფაქტია. ეხლა აი ეს არის არსებული ვითარება versus ერდოღანი versus ნეთანიაჰუ, ვინ იქნება ახლო აღმოსავლეთის ლიდერი. აი ესეც შეგვიძლია დავასათაუროთ ჩვენი დღევანდელი ვიდეო ბლოგი ამ თემაზე. მე მესმის, რომ ბევრი მნახველი შესაძლოა არ ჰყავდეს, მაგრამ ამგვარ თემებზე მე ნაკლებად მაინტერესებს, ამდენად ბევრი მნახველი ეყოლება ჩემს ვიდეო ბლოგს. ვინც ნახავს, მათ მინდა რომ გაიგონ კარგად, რა საინტერესო პროცესები მიმდინარეობს ჩვენგან ოდნავ სამხრეთით, თურქეთში და მთლიანად ახლო აღმოსავლეთში და არა მხოლოდ ისრაელი-ირანის კონტექსტში, სადაც ამერიკელები მაღალი ალბათობით მაინც ჩაერთვებიან. და თუ ჩაერთვებიან სხვათაშორის ხო კაი გამახსენდა თუ ჩაერთვებიან ამ შემთხვევაში შესაძლოა ამერიკელებს დასჭირვებოდათ ინჯერლიკის ბაზა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მე მესმის, რომ სხვა შესაძლებლობებიც აქვს შეერთებულ შტატებს, მათ შორის საჰაერო იერიშების მიტანისათვის, მაგრამ ინჯერლიკის ბაზა არ იქნებოდა ცუდი ვარიანტი, მაგრამ ერდოღანმა თითქოს ჩაჭრა ამით ამერიკელების მონაწილეობა. არა, ერდოღანს არავინ არ ეკითხება საბოლოო ჯამში ინჯერლიკის ბაზა ამერიკული ბაზაა, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ თურქეთის ტერიტორიაზეა და ეხლა მე არ ვიცი სიმართლე გითხრა, კარგად გადასანახმარი მაქვს, რამდენად აქვს ერდოღანს დაბლოკვის უფლება. მას ჰქონდა დაბლოკვის უფლება 2008 წელს ექვსე ფლოტისა და დაბლოკა კიდეც, მაგრამ ამერიკელებმა პრაქტიკულად გამოვარღვიეს ბოსფორის სრუტე და აუყენესა ჭყალებში ულტიმატუმი ერდოღანს და გამოვიდნენ ბოსფორის სრუტეზე, თუმცა არ დაარღვიეს მონტრეს კონვენცია და გავიდნენ უკან და აი ახლა როგორ არის მანდ მექანიზმი, საერთაშორისო სპეციალისტები, ურთიერთობების დიპლომატები და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები უკვე განგვიმარტავენ, ვინც ეს ყველაფერი იცის. მოკლედ, ამბავი ეს არის, ვინ იქნება პირველი ახლო აღმოსავლეთში. ნახოთ, ერდოღანი გამოჩნდა და ერდოღანი ჩვენთვის ძალიან საინტერესო რესურსია, სხვათაშორის ეგ რა მაგის პასუხია ჩვენთვის, მე ნორმალურ ქართველებზე ვლაპარაკობ და არა ზარქუას ტვინიანებზე. ნახვამდის.